შემზარავი მკვლელობების სერია გრძელდება თბილისის ცენტრში. კიდევ ერთი მოზარდის გვამი იპოვეს. დადიანის ქუჩის მცხოვრებლებმა სადარბაზოში 14 წლის სალომე მამაცაშვილის ცხედარი გამთენიისას აღმოაჩინეს. ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით გარდაცვლილს ცივი იარაღით მიყენებული 20-მდე ჭრილობა აღენიშნება. დღის განმავლობაში არაერთი მოზარდი დაიკითხა, თუმცა გამოძიებას ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი არ ჰყავს. თემას ნინი საყვარელიძე განაგრძობს. დადიანის ქუჩა ნომერი 12. მოზარდის დასახით შებული ცხედარი დილის 5 საათისათვის აღმოაჩინეს. გვამს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. მისი ამოცნობა კორპუსში ვერავინ შეძლო. ის გარდაცვლილის ასეთ 13-15 წლამდე გოგონა, რომელიც ნაწამებია, მოკლულია და ესე იგი ვერ ამოვიცანით, აქ მეზობლებმა ვერ ამოვიცანით, ისე იყო დამახინჯებული და სახეს უსისში ჰქონდა. ეს არის ფოტომასალა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსმა მკვლელობიდან დაახლოებით 1 საათში გადაიღო. ერთ-ერთი ვერსიით კინოლოგები კვალმა ღამის კლუბ გვირაბთან მიიყვანა. საკმაოდ გვიან დამთავრებულა გვირაბის კონცერტი, არ ვიცი რა ხდებოდა და იქიდან გამოსული და მეტი არავინ არაფერი არ იცის თვითონაც. ბიჭი უყვიროდა გოგოს წამოდ შენ წადი აქედან, გოგო ამბობდა მე არ წავალ უშენოდ და მე სირენის ხმა გავიგეთ, პატრული მოვიდა და რა მოხდა მე არა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი 14 წლის მოზარდი სალომე მამაცაშვილია. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იგი საკუთარ სახლში ასათიანის ქუჩაზე გადაასვენეს. ბევრი ჭრილობა აქ ძალიან დანით აქ ძალიან ბევრი ჭრილობა მიყენებული. ბატონო? აი წელსევით უფრო მეტად ზურგში აქ დარტყმული რამოდენიმე ყელთან, მუცელთან, გვერდში, ფერდში, რა ვიცი, ხელზე ძალიან ბევრი ჭრილობა აქ მიყენებული. უბრალოდ ბავშვი იყო, ამ ტლოვანობის ბავშვი როგორი უნდა იყოს, აბა ესეთი თავის ტოლებთან აქ თამაშობდა. ძალიან კონტაქტური ბავშვი იყო ვაფშე. ძაღლები და კატები უყვარდა, მაგას თელი დღე მაგასთან ეთამაშობდა, რა ვიცი, გაგითხრა და მოზარდი 53 სკოლაში სწავლობდა. ამავე სკოლის მოსწავლე იყო ერთი კვირის წინ მოკლული ნიკა ჩანქსელიანიც, რომელიც სწორედ დღეს დაკრძალეს. ჩანქსელიანის მსგავსად დღეს გარდაცვლილ მამაცაშვილსაც სკოლაში უკონფლიქტო მოზარდად ახასიათებენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ იგი საკმაოდ რთული ბავშვი იყო და ფსიქოლოგის დახმარებაც ხშირად ესაჭიროებოდა. გუშინ ჩემთან იყო ისტორიაში ქონა ნიშანი გამოსასწორებელი და მთხოვა რომ ხათნამასებლო დამეხმარეო და მეც დავეხმარე ამეცადინე. ჩვეულებრივ დამშვიდა, არაფერი ისეთი პრობლემა არ ქონია, ამ ბოლო დროს ნამდვილად არაფერი. ვერსიას, რომელიც ღამის კლუბს უკავშირდება, კატეგორიულად გამორიცხავს კლუბის მენეჯერი. მისი მტკიცებით კლუბში 18 წლამდე მოზარდების შესვლა აკრძალულია და აქედან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ სალომე კლუბში ვერ მოხვდებოდა. აქ ვინც შემოდის ყველას აქ ბეჭედი. და დღეს მე მგონი შემოწმეს და ამ გოგოს არაფერი ამ დაგორი არ ქონია. ანუ შესული თუ იქნებოდა, ბეჭედის შესაბამისი იქნებოდა. ანუ გუშინ რამე ინციდენტი აქ გვირაბში არ ხდება. და ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს, რომ კანონიდან გამომდინარე 18-ის ქვემოთ ღამის საათებში ჩვენ პროსტა არავის არ უშვებდა. კლუბის ხელმძღვანელობის განმარტებას, რომ გვირაბში 18 წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან, არადასტურებენ გარდაცვლილის მეგობრები. მათივე ინფორმაციით, კლუბში სალომე იმ საღამოს დაახლოებით 10 საათისათვის მარტო წავიდა და კონფლიქტიც სწორედ იქ მოხდა. 18 წლამდე უშვებენ, არა უშვებენ. მე არ ყოფილვარ, მაგრამ ჩემი დაიყო 15 საათი და 10 ვარ გადაიხადა და შევიდა 10. მარტო მივიდა დისკოტეკაზე და იქ გაიცნა ვიღაც ბიჭი და იმან დაჭრა. იცი მხოლოდ ფული ქონდა რომ იქ შესული. ალბათ ეკნებოდა. ეს საიდან მოიტან, ვინ გითხარ, იქ დისკოტეკაზე გაიცნო? კლასელმა. გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს. ზიების ინფორმაციით, მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს კონფლიქტს, რომელიც გვიან ღამით ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, თუმცა გამოძიებას ეჭვმიტანილი ამ ეტაპზე არ ყავს. უბედური შემთხვევა გლდანში, ქერჩის ქუჩაზე 2 წლის გოგონა თავახდილ საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა. სალომე ბაკურაძე ეზოში თამაშისას გაუჩინარდა. 9 საათის შემდეგ მეზობლებმა გოგონა ჭაში იპოვეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქერჩის ქუჩის მოსახლეობა ხელისუფლებას ეზოების კეთილმოწყობას თხოვს. აქვე დედაცთან ერთად იყო ბავშვი. მოიხედა და ბავშვი აღარ იყო. მთელი კორპუსი აქ კორპუსებს რომ ხედავ, მთელი ხალხი, ბავშვი, კაცი, ყველა გამოსული იყო და ვეძებდით ბავშვს. ამ ბავშვს ეცვა ლამაზი წითელი ზედა და ეგონა თოჯინა, რომ გამოწია ბავშვი იყო. ამოვიყვანეთ, მაგრამ ბავშვს უკვე ცოცხალი
ახალი აღარ იყო. პირველ φορა გავიგონეთ და ჩემი მივარდა იმ ბავშვს და მუსაზე დააჭრეს ყალი გადმოვასხა და მე მანქანაში ჩასვით და წაიყვანეს. მურმან ტვილდიანსა და ვატო ყიფიანს შესაძლოა 2 წლით სასჯელი დაუმძიმონ სასჯელ ახსრულების დეპარტამენტი მე-7 საპყრობილეში მათი ჩხუბის მიზეზი ძიებს საკანში დამონტაჟებული ვიდეო კამერით გადაღებულია კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანისა და ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მურმან ტვილდიანის იგივე ხალვას დაპირისპირება. ბაჩო ახლა ეს განცხადებით ტვილდიანსა და ყიფიანს ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებათ. ყიფიანების მხარე კომენტარს არ აკეთებს. ტვილდიანის ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ პატიმრების ჩხუბით ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო ვიდეო მასალის დაგვიანება გავრცელება საეჭვო ფაქტია. არ არსებობს დაპირისპირება ყიფიანს და ტვილდიანს შორის, ეს არის გამორიცხული ხვალდაზე ეს გაირკვევა. ახლა შესაძლებელია და მე ესე ვფიქრობ, რომ მიზან მიმართულად სურდა ან ყიფიანის წინააღმდეგ, ან ტვილდიანის წინააღმდეგ აი ამ ამბის წამოწევა.